მოგესალმები. დღეს ვიმუშავებ შენთან ერთად იმისთვის, რომ გამოვათავისუფლოთ შენი ქვეცნობიერი იმ არასწორი ნეგატიური ბლოკებისაგან, შაბლონებისაგან, რომელიც შენ და უნებურად მოხვდა შენში, შეიძლება გადმოგეცა საგვარეულო ხაზებიდან ან სული სხვა განზომილებისა და მეხსიერებისაგან, რომელიც ბლოკავს შენს ქალურ ენერგიას, შენს მგრძნობელობას და კეტავს შენს ურთიერთობებს, რომელი პროგრამებიც არ უშვებს შენთან სასურველ მამაკაცს, სასურველ ურთიერთობას, კეტავს შენს კეთილდღეობას, სილამაზეს და სილაღეს. ალბათ უკვე იცი, რომ ნებისმიერი ადამიანი ჩვენ ვართ ინფორმაციული პროგრამები და რაც არის ჩვენს ქვეცნობიერში ჩატვირთული, ეს პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ცხოვრების ხარისხისა. დღეს კი ვიმუშავებ შენთან ერთად იმ ნეგატიურ პროგრამების წაშლაზე, რომელიც ხელს გიშლის იყო ბედნიერი ქალი, თვითკმარი, მიიღო საჩუქრები, მიიღო სიყვარული, მიიღო ზრუნვა და ამიტომ მოეწყო კომფორტულად დაჯექი მოთავსდი ისეთ გარემოში, რომ ხელი არავინ და არაფერმა არ შეგიშალოს, შეგიძლია წამოწვე, შეგიძლია უბრალოდ კომფორტულ სავარძელში მოთავსდე და გააკეთო პრაქტიკა ჩემთან ერთად. შენ არაფრის გაკეთება არ გჭირდება, გარდა იმისა, რომ დართო ნება შენს სხეულს, რომ იგრძნოს ყველა ის ემოცია, ყველა ის ჩაბლოკილი ენერგია, რომელიც გაუცნობიერებელ დონეზე დამახსოვრებული აქვს შენს სხეულს. ამიტომ სანამ პრაქტიკას დავიწყებთ, აუცილებლად გულზე ხელის დადებით იგრძენი საკუთარი სხეული, იგრძენი რომ ხარ აქ და ახლა, იგრძენი რომ ხარ ქალი და მიეცი შენს თავს უფლება, უთხარი პირდაპირ მიმართე შენს სხეულს, რომ მე შენ გაძლევ უფლებას და ნებას, რომ მიგრძნო ყველა ემოცია და სამუდამოდ გათავისუფლდე იმ ყველა ნეგატივისაგან, რომელიც არ არის შენი და აღარ ემსახურება შენს სულიერ განვითარებას. პრაქტიკა შეგიძლია გააკეთო მინიმუმ 7 დღის განმავლობაში, თუმცა ეს პრაქტიკა საკმაოდ ძლიერია და შესაძლებელია, რომ უკვე ერთ გაკეთებაზე იგრძნოთ შედეგი, მაგრამ შეგიძლიათ გააკეთოთ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში, ან იქამდე, სანამ არ მიხვდებით და არ იგრძნობთ, რომ აბსოლუტურად აღარ ატარებთ ძველ კოდებს და თქვენი ცნობიერება გადაპროგრამებულია. ამას კი თქვენი სხეული გაგრძნობინებთ. ნებისმიერი რეაქცია, რომელიც გექნებათ, ეს არის, არ ვიცი, ცემინება, ხველება, ცრემლი, შეკუმშვა, სხეულში დისკომფორტი, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ შენმა სხეულმა, შენმა ფსიქიკამ აღმოაჩინა ვირუსული პროგრამა და ხდება განკურნება. ამიტომ ნებისმიერ ემოციას, ნებისმიერ შეგრძნებას სხეულში მიეცით უფლება, რომ გამოვლინდეს მაქსიმალურად. დავიწყოთ პრაქტიკა, გააკეთე რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ჩაისუნთქვე ცხვირით, შეგიძლია რამდენიმე წამის განმავლობაში შეიკავოს სუნთქვა. ეს 5 წამით საკმარისია. და პირის საშუალებით ამოისუნთქო. ჩაისუნთქე ღრმად და მშვიდად და ეცადე, რომ ამოსუნთქვაზე გამოათავისუფლო სხეულიდან ის არასაჭირო სიმძიმე, ის არასაჭირო ენერგია, რომელიც ხელს გიშლის მოდუნებაში. კიდევ ერთი ღრმად ჩასუნთქვა, აირის შეკავება და გამოდევნე ყველა ფიქრი, ყველა განცდა, ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური ფიქრებიც, იმიტომ რომ ახლა შენს გონება სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ დამშვიდება, მხოლოდ და მხოლოდ სიჩუმე
და სრული სიცარიელე. დროებით ყველა ფიქრი გადადე, ცხოვრება მოიცდის, მიზნები დაგელოდებიან. ეს არის შენი დრო, რომელიც უნდა გამოიყენო შენი ქალური ენერგიისა და ძალის განკორნებაში. შეიგრძენი, როგორ დუმდება შენი სხეული, მისი ყველა ნაწილი, ყველა ორგანო. ფეხის თითებიდან თმის ძირამდე, როგორ დუმდება და მშვიდდება. შენ არაფრის გაკეთება არ გჭირდება, უბრალოდ ნება მიეცი სხეულს, რომ დაისვენოს, დამშვიდდეს, მოდუნდეს. შეიგრძენი უსაფრთხოების შეგრძნება. თითქოს მთელი შენი სხეული მოიცვა რაღაცა ოქროსფერმა ნათებამ. თითქოს სინათლემ შემოგვია ხელები, ჩაგიხუტა. ნება მიეცი საკუთარ თავს და ნება მიეცი სამყაროს ენერგიებს, სამყაროს მზრუნველ ენერგიებს დაგიცვას და ისრონოს შენზე ამ პრაქტიკის განმავლობაში. შენ ხარ უსაფრთხოდ, შვიდად და ნება მიეცი აი ამ ნაკადს, სიმშვიდის, სისავსის და სიმსუბუქის ნაკადს, რომ დაგამშვიდოს. დაამშვიდოს შენი სხეული, დაამშვიდოს შენი გონება, შენი ემოციები და ჩაგაგდოს იმ მდგომარეობაში, სადაც სრული სიმშვიდეა, სრული სიმშვიდე, სიცარიელე და სიჩუმე. შენ სუნთქავ შვიდად და უსმენ საკუთარ სუნთქვას იმ ნაკადს, რომელიც შენში ტრიალებს. სიჩუმის თითქოს უსმენ მელოდიას, მაგრამ ეს მელოდია არის უბრალოდ სიჩუმე. შენი შინაგანი სამყარო ყველაზე ჩუმი ადგილი. შენ ახლა გადაინაცვლებ შენი სამყაროს ყველაზე მიუვალ ადგილას. იქ, სადაც ნულოვანი წერტილია, იქ, სადაც არაფერი არ ხდება. იქ, საიდანაც იწყება ყველაფერი, იქ, საიდანაც იწყება სიცოცხლე, იქ, სადაც ყველაფერია და ამავდროულად არაფერია. ახლა მე დავითვლი 3-მდე და შენი ქვეცნობიერის იმ ნაწილში მოხვდები, სადაც აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია შენზე, შენი გვარის შესახებ, შენი ოჯახის შესახებ და შენ ეს ინფორმაცია მოგეწოდება მხოლოდ იმ დოზით და იმ ფილტრით, რაც შენთვის არის საჭირო და აუცილებელი.
რათა გათავისუფლდე ნეგატიური პროგრამებისაგან, ნეგატიური სცენარებისაგან, რაც უკვე იცხოვრეს შენმა წინაპრებმა, შენი გვარის ქალებმა, ან უბრალოდ კოლექტიურად არის ინფორმაცია ქალზე, როგორი უნდა იყოს ქალი, რამდენნაირი ქალი არსებობს. შენ ყველა ეს ინფორმაცია მოგეწდება მხოლოდ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც შენთვის არის აუცილებელი, რათა გათავისუფლდე და რათა მიიღო და მიაღწიო შენი ქალის სრულყოფილ ვერსიას. 3. იგრძენი უსაფრთხოება, იგრძენი სიმშვიდე. 2. იგრძენი მოდუნების უსასხრო ტალღა და ნულოვანი წერტილი, სადაც ყველაფერი და არაფერია. 1. შენ შედიხარ სივრცეში, შენი ქვეცნობი ერის იმ ადგილას, იმ სივრცეში, სადაც მოიპოვება შენს ქალურ ენერგიაზე ინფორმაცია. დაინახე, როგორია ეს სივრცე. სად მოხვდი? შეიგრძენი ადგილი, სადაც მოხვდი. თუ კი ვერ ხედა, უბრალოდ შეიგრძენი შეგრძნება სხეულში, თავს როგორ გრძნობ, როგორც ქალი, როგორი ქალი ხარ. დაინახე ოთახი, თუ კი ეს სახლია, როგორი სახლია, როგორი ოთახია, სადაც შენი შინაგანი ქალი ცხოვრობს. თუ კი ეს უბრალოდ სივრცეა, გაშლილი მდელოა, რაღაც ტყეა, თუ რაიმე ზღაპრული ადგილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მიხევი შენს ქვეცნობიერს და დაინახე ადგილი, სადაც შენ ხარ როგორც ქალი. დაინახე ეს ადგილი, შეიგრძენი სხეულში შეგრძნებები, რა შეგრძნება გაქვს, როდესაც შენს შინაგან ქალთან მოხვდი, როგორ გრძნობს თავს შენი შინაგანი ქალი. ახლა მე ისევ დავითვლი 3-მდე და შენს წინ გაჩნდება კრისტალი, გამჭვირვალე, რომელშიც დაინახავს შენ საკუთარ გამოსახულებას. და სამთვალზე უბრალოდ ჩაიხედი ამ კრისტალში და დაინახე საკუთარი გამოსახულება, როგორ გამოიყურები. 1. 2. შენ მიდიხარ კრისტალთან, იღებ ხელში და 3. იხედები და ხედავ საკუთარ სახეს, საკუთარ სხეულს, საკუთარ გარეგნობას. დაინახე რა გაცვია, დაინახე როგორ გრძნობ თავს, როგორც ქალი.
რაც არ უნდა დაინახო, არ შეგეშინდეს, არ მოიწყინო. მიეცი შენს ქვეცნობიერს უფლება, რომ ამოიტანოს ყველა ის ემოცია, რომელსაც სინამდვილეში გრძნობ და დაგანახოს სინამდვილეში, რას გრძნობ, როგორც ქალი. დაუკვირდი საკუთარ თვალებს. ჩახედე შენს თავს, შენს გამოსახულებას თვალებში, შეხედე. დააკვირდი მას თვალებში. რისი თქმა უნდა, როგორ გრძნობს თავს, როგორც ქალი. ახლა კი აი ამ ჯადოსნურ კრისტალს თხოვთ, რომ იმ სივრცეში, სადაც შენ ხარ, გააჩინოს მთელი სამყაროს მამაკაცები. ყველა მამაკაცი. დააკვირდი, რა შეგრძნება გაქვს, როგორ რეაგირებ აი ამ ჩემს წარმოთქმულ ფრაზაზე. ხომ არ დაკარგე უსაფრთხოების განცდა? რას გრძნობ? მიეცი შენს ფანტაზიას უფლება და საშუალება, რომ გამოავლინოს ეს სურათი იმ ფორმით, რა ფორმითაც შენ გჭირდება, რომ აღიქვა. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სადღაც სივრცეში და შენს გარშემო არიან მამაკაცები. ისინი არაფერს გავნებენ. ისინი უბრალოდ მოვიდნენ იმისთვის, რომ გაგეცნონ და დაგეხმარონ, რომ გაგაცნობიერებინონ ყველა ის ნეგატიური შეხედულება და რწმუნებულება, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ გაქვს. შენ ხარ უსაფრთხოდ, შენი მფარველი ანგელოზი შენთან არის, უბრალოდ დაინახე სურათი და აღიქვი, რას გრძნობ, როდესაც შენ ხარ მამაკაცების გარემოცვაში. ირგვლივ მთელი სამყაროს მამაკაცები არიან. და რას გრძნობ ამ დროს? გაქვს თუ არა დაცულობა? თუ პირიქით, დისკომფორტს და შიშს გრძნობ? დააკვირდი საკუთარ სხეულს. დააკვირდი ფიქრებს, რა ფიქრები არიან შენს გონებაში, რა გაჩნდა, რა ფიქრი გაჩნდა, როდესაც ამდენ მამაკაცთან ერთად მოხვდი. მე კი ახლა დავიწყებ იმ ნეგატიური კოდების ჩამოტვირთვას და ეს კოდები იქნება კონკრეტული ფრაზები. შენ დააკვირდი საკუთარ რეაქციებს და შეგრძნებებს სხეულში. ნება მიეცი, იგრძნო და აღმოაჩინო თითოეული ნეგატიური კოდი. საჭირო არ არის გაიმეორო, უბრალოდ ეცადე, რომ იგრძნო შიგნიდან შეგრძნებების დონეზე. მე აქ ვარ შენთვის იმ მიზნით, რომ დაგეხმარო იგრძნო თავი უსაფრთხოდ და სასიამოვნოდ. მამაკაცების გარემოში შეიყვარო ისინი უპირობოდ და მისცე მათაც ნება და უფლება, რომ გაგანებივრონ, შეგიყვარონ და იზრუნონ შენზე. რადგან გარემო ისე გვექცევა ზუსტად, რასაც
რის საშუალებასაც ჩვენ ვაძლევთ და თუ კი ჩვენში არის ნეგატიური განცდები მამაკაცების მიმართ, ისინი აუცილებლად ჩვენი გარემოცვით დაგვიმტკიცებენ ამ პროგრამებს და თავს გვაგრძნობინებენ ნეგატიურად. მაშასე მე ვაღიარებ და ვიღებ ყველა ქალს ჩემი საგვარეულოდან და ჩემი შესაძლო სულის მეხსიერებიდან, რომლებსაც მოუწიათ ყოფილიყვნენ ძალადობის მსხვერპლი მამაკაცების მხრიდან. ვისთვისაც მამაკაცის გვერდით ყოფნა არ იყო უსაფრთხო, არ იყო კომფორტული. ვაძლევ ამ ქალებს ადგილსა და დროს. მე ვაღიარებ და ვიღებ ყველა იმ ქალს ჩემს გვარიდან და ჩემი სულის სხვა გამოცდილებიდან, სადაც ქალებს უწევდათ, რომ მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა აეღოთ საკუთარ თავზე. ვინც იზიდავდა სულს მამაკაცებს, რომლებსაც სჭირდებოდათ გადარჩენა ან ბავშვებით მოვლა, მათ მაგივრად მუშაობა, გამოყვება, არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი ოჯახის. მე ვაღიარებ ყველა იმ ქალს, რომლებსაც უწევდათ ყოფილიყვნენ ოჯახში დედაც და მამაც, ცოლით და ქმარიც. ვისაც უწევდა შვილების აღზრდა და ზრუნვა და ამასთან ფულის გამომუშავება, დაალაგება და ოჯახის საქმის შესრულებაც. მე ვაძლევ ამ ქალებს ადგილსა და დროს. მე ვიღებ და ვაღიარებ ყველა ქალს ჩემი საგვარეულო სისტემიდან, ვისაც მოუწია ომის პერიოდში ცხოვრება, ვისაც ასევე მოუწია ომისა და სისტემის გამო ყოფილიყო ოჯახში ქალიცა და მამაკაციც. ვაძლევ ამ ქალებს ადგილსა და დროს. ვეხსნები მათ გამოცდილებას. ვიღებ და ვაღიარებ ყველა ქალს, რომლებიც დაზარალდნენ მამაკაცების ხელით, ვიზეც იძალათეს პირდაპირ ფიზიკურად თუ ემოციურად, სექსუალურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მიმზიდველი, ლამაზები, სექსუალურები და მშვენიერები. ვაძლევ მათ ადგილსა და დროს. სუსტი მამაკაცების მოზიდვა ქვეცნობიერის დონეზე ნიშნავს იმის შიშს, რომ კიდევ არ დავზარალდე, კიდევ არ იძალადოს. ეს გამოცდილება უკვე ვიცხოვრე, ან იცხოვრეს ჩემი საგვარეულო სისტემის ქალებმა. და გადასახადიც უკვე გადავიხადეთ. აღარ ვაპირებ მეტის გადახდას, ამიტომ ვხსნი ამ გამოცდილებას ჩემს სულს, ჩემს პიროვნებას, ჩემს ენერგიას. ვაღიარებ და ვცნობ მათი ცხოვრების სცენარებს და გამოვყოფ ჩემგან. ეს მათი სცენარები იყო. მე ჩემი სცენარები მაქვს. ჩემი სცენარები უსაფრთხოა. ჩემი სცენარები ჩემია. ვაღიარებ და ვცნობ ყველა იმ ქალს, რომელსაც საკუთარი ქმარი სცემდა, შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა, ვინც შესაძლოა გარდაიცვალა კიდევაც ქმრის ხელით ან პირიქით, ვინც შესაძლოა საკუთარი ქმარი მოკლა იმისთვის, რომ თავად გადარჩენილიყო. ვაძლევ ამ გამოცდილებას ადგილსა და დროს.
მე ვიღებ ამ გამოცდილებას იმ ფასად, რა ფასიც ეს უკვე გადავიხადე და აღარ ვაპირებ მეტის გადახდას. ამიტომ გამოვეყოფი ამ სცენარებს და ვწყვეტ ენერგეტიკულ კავშირს ნეგატიურ პროგრამებთან. მე გამოვეყოფი ამ სცენარებს ერთხელ და სამუდამოდ და ვწყვეტ კავშირს მათთან. კარგად დააკვირდი სხეულს, კარგად დააკვირდი შეგრძნებებს, რათა აღმოაჩინო, რა სახის ნეგატიური პროგრამები შეგეხო, რას ატარებ. და ყოველი ნეგატიური შეგრძნებების აღმოჩენისას უბრალოდ ნება მიეცი გამოვლინდნენ და სამუდამოდ დაგტოვონ. არ დაგავიწყდეს სუნთქვა, შვიდი, ღრმა. მე გივაგრძელებ. ვაცალკევებ მამაკაცსა და სიკვდილს. ვაცალკევებთ მამაკაცსა და ტკივილს ერთმანეთისგან. ვაცალკევებ მამაკაცსა და ძალადობას. ვაცალკევებთ ქორწინებასა და სიკვდილს. თანაცხოვრებასა და სიკვდილს, ქორწინებასა და ძალადობას, თანაცხოვრებასა და ძალადობას. ვაცალკევებ. კაცი არის კაცი თავისი ძალითა და ძლიერებით, ხოლო ძალადობა, სიკვდილი და ნეგატიური განცდები არის ცალკე შეგრძნება და ის არ არის გადახლართული ერთმანეთში. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. გამომაქვს ყველა ნეგატიური პროგრამა დნმ-დან, სხეულის მეხსიერებიდან და სულის მეხსიერებიდან. და ვაძლევთ საკუთარ სხეულს იმის უფლებას, რომ იგრძნოს ყველა ემოცია. დაე, შენმა ქვეცნობიერმა, შენმა სულის მეხსიერებამ გაგიხსნას ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენზე ზემოქმედებს და რომელიც არ გაქვს აღმოჩენილი. მე ვაღიარებ და ვცნობ ყველა ქალს, რომლის ქმრებიც წავიდნენ ომში, ხოლო თავად დარჩნენ სახლში, მარტოები, ყველა პასუხისმგებლობასთან ერთად. ასევე ვაღიარებ ყველა ქალს, რომელიც შესაძლებელია ცხოვრობდა საომარი სიტუაციების ზონაში, ვისთანაც მოვიდნენ მოწინააღმდეგე ჯარის მამაკაცები, ვიზეც ძალადობდნენ ფიზიკურად თუ ემოციურად, აიძულებდნენ მოქცეოდნენ როგორც მონებს, დასცინოდნენ. ვაღიარებ იმ ქალებს, რომლებსაც მოუწიათ ძალადობის შედეგად გაეჩინათ ბავშვები. ვაღიარებ ქალებს, რომლებსაც მამაკაცები აიძულებდნენ ეკეთებინათ ის, რაც არ უნდოდათ, შეურაცხყოფდნენ, კლავდნენ კიდეც. ვიღებ და ვათავისუფლებ ამ გამოცდილებებს ზუსტად იმ ფასად, რა ფასიც ეს უკვე დაუჯდა ჩემი საყვარეულოს ქალებს, რა ფასიც ეს უკვე დამიჯდა მე და აღარ ვაპირებ მეტის გადახდას, რადგან ეს ისედაც ძვირი ღირდა. ვათავისუფლებ ამ ნეგატიურ დებულებებს, სადაც ჩამოყალიბდა კოლექტიურ ცნობიერებაში, რომ კაცი მტერია, კაცი კვლელია, კაცი მოძალადია. გამოვყოფ და ვაცალკევებ მამაკაცებს ცალკე და მტრებს ცალკე.
მამაკაცსა და არაუსაფრთხოების შეგრძნებას. ვშლი ყველა დამანგრეველ პროგრამას მამაკაცსა და ქალს შორის. ქორწინებას, თანაცხოვრებას, სექსსა და უსაფრთხოების შესახებ. ვათავისუფლებ, ვათავისუფლებ, ვათავისუფლებ. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ახლა დააკვირდი, როგორ შეიცვალა გამოსახულება, სადაც ხარ შენ და გარშემო მთელი პლანეტის მამაკაცები. დააკვირდი, აღიქვი, რა ენერგიამ დაგტოვა, რა გამოთავისუფლდა, რა შეიცვალა. ახლა კი მე შევქმნი შენთვის ახალ ჯანსაღ ჰარმონიულ პროგრამას და შენ შეგიძლია რომ შეიგრძნო. როგორი შეგრძნება და რას გრძნობს სხეული, როცა ტოტალურად დაცული ხარ. შეიგრძენი შეგრძნება, როცა მამაკაცი შენი ფარია და არა მტერი. როგორი შეგრძნება, როცა გრძნობ უსაზღვრო სიყვარულს და მხარდაჭერას მთელი სამყაროსაგან. მფარველობას და სიყვარულს მამა ღმერთისგან, რადგან სწორედ მამა ღმერთის ენერგია უკავშირდება მამაკაცის არქეტიპს. როგორი შეგრძნება, როდესაც გრძნობ ამ მფარველობას და ძალას, ღმერთთან კავშირს. იგრძენი და გაატარე ეს ძალა შენში. იცადე და იგრძენი, როგორ შეიძლება უყვარდე ყველა მამაკაცს და შენს გიყვარდეს ისინი ისე, როგორც ღმერთს უყვარხარ. როგორც ღმერთს უყვარხარ შენც და ისინიც. შეიგრძენი და წარმოიდგინე, როგორი შეგრძნება იქნებოდა, რომ თითოეული მამაკაცისგან ღმერთი გიყურებდეს. იცადე და შეიგრძენი ეს პროცესი. ხსნი შენს გულს, რათა შემოვიდეს სიყვარული, ბევრი სიყვარული და მთელი შენი გული გახდეს სიყვარული. თუ მზად ხარ რომ მიიღო ეს სიყვარული, გულში დამეთანხმე რომ მზად ხარ მიიღო. რომ მიიღებ კარს და იღებ ამ სიყვარულს, ჩაისუნთქე ღრმად და თითქოს მთელი სამყაროს სიყვარული სუნთქვასთან ერთად შეიწოვა შენმა სუნთქვით მექანიზმმა, შენმა გულმკერდმა, შენმა ფილტვებმა, შენმა მთელმა სხეულმა შეისრუტა და შეიწოვა ყველა ის სიყვარული, ის შეგრძნება, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თითოეულმა ორგანომ, სისხლმა და დნმ-მა შეიწოვა სიყვარული და ამოისუნთქე მადლიერება. შეისუნთქე სიყვარული და ამოისუნთქე გათავისუფლება. შეისუნთქე სიყვარული და ამოისუნთქვე გაცნობიერება. ახლა კი წარმოიდგინე და შეიგრძენი მდგომარეობა, რომელშიც ყველა მამაკაცი შენს გარშემო გამოხატავს ზრუნვას და პატივისცემას.
სიყვარულს და მშვიდობას. სადაც არ უნდა იყო, რა გარემოც არ უნდა იყოს, შეიგრძენი, რომ შენს გარშემო მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მამაკაცები არიან, ვისთანაც თავს გრძნობ უსაფრთხოდ და მშვიდად. შეიგრძენი, როგორი ემოციაა, როგორი შეგრძნებაა, როცა მამაკაცები გჩუქნიან ყვავილებს, საჩუქრებს, ფულს, ყურადღებას, ზრუნვას, გამოხატავენ პატივისცემას. შეიგრძენი. როგორ გრძნობ ამ დროს თავს? როგორ გრძნობ თავს, როცა მამაკაცი ცდილობს, რომ გაგანებივროს, გაგაბედნიეროს და გაგაბრწყინოს? თავს როგორ იგრძნობ, როცა ყოველთვის და ყველგან სასურველი ხარ? თავს გრძნობ მომხიბვლელად და სექსუალურად და ამასთან დაცულად. როგორი შეგრძნებაა, როცა აძლევ საკუთარ თავს სიამოვნების, ბედნიერების, სექსუალურობის უფლებას. როგორი შეგრძნებაა, როცა მთელი ეს ბლოკები და შემსხუთველი კოდები გტოვებენ. თუ გრძნობ ამ სხვაობას და მზად ხარ მიიღო ახალი პოზიტიური ჩატვირთვა უბრალოდ დამეთანხმე გულში, რომ იღებ ამ ყველაფერს, რომ მზად ხარ შეცვალო ნეგატიური პროგრამები პოზიტიურით. მზად ხარ შეცვალო მტრობა მშვიდობით, ძალადობა სიყვარულით, ბრძოლა ჰარმონიით. და დააკვირდი, როგორ გამოიყურება ის გამოსახულება, სადაც შენ ხარ და მთელი მსოფლიოს მამაკაცები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგანებივრონ. როგორი შეგრძნებაა, როცა უსაზღვრო სიყვარულს იღებ. როგორი შეგრძნებაა, როცა ძვირფასი ხარ და ეს უფლება დაბადების ფაქტიდან გამომდინარე გეკუთვნის. როგორი შეგრძნებაა, როცა ყველგან ნებისმიერ სიტუაციაში და გარემოში თავს გრძნობ დაცულად და უსაფრთხოდ. თავს გრძნობ ძვირფასად და დაფასებულად. შეიგრძენი და ჩაიშენე შენში ეს შეგრძნებები. ჩვენ კი წავედით სხვა ნეგატიური კოდების აღმოსაჩენად. მე ვაღიარებ და ვცნობ ჩემს გვარში არსებულ ყველა ქალს, ასევე სხვა განზომილებაში მიღებულ ჩემს გამოცდილებას, სადაც ქალს უწევდა სხეულით ვაჭრობა, ან სხვა ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მამაკაცისთვის, რომელიც იყო მისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი, სადაც ნებსი თუ უნებლიეთ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მოხვდა იმ წრეში, იმ სოციუმში და თვით გადარჩენის ეს გზა აირჩია. სადაც შეიქმნა ფსიქოემოციური თუ ენერგეტიკული გადახლართვა და ჩაშენდა პროგრამა, რომ იმისთვის, რომ გადარჩე, იმისთვის, რომ ფული მიიღო, იკვებო, იცხოვრო, საჭიროა სიამოვნების გარეშე გაყიდო სხეული და დათანხმდე მხოლოდ მამაკაცის სურვილს, ბრძანებას და აიტანო შეურაცხყოფა. მე გამოვეყოფი ამ ქალებს და პატივისცემით ვაძლევ მათ ადგილსა და დროს. ჩვენ აქ არავის განვსჯით. ყველამ ისე იცხოვრა მისი ცხოვრება, როგორც შეძლო. რა გზაც აირჩია, რა რესურსიც ჰქონდა. ჩვენ მხოლოდ ვაღიარებთ მათ
და გამოვეყოფით იმ არასასურველ სცენარებს, რაც ბლოკავს ქალურ ენერგიას. ვათავისუფლებ ჩემს ქალურ ენერგიას, ვათავისუფლებ სექსსა და ფულს, სექსსა და საჩუქრებს, სექსსა და თვითგადარჩენას. გამოვყოფ სექსსა და ფულს ერთმანეთისაგან, სექსსა და საჩუქრებს, სექსსა და თვითგადარჩენას ერთმანეთისგან. და ამიერიდან ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ვიღებდე საჩუქრებს, ვიღებდე ძვირფასეულობას, ვიღებდე ფულს და ამისთვის საჭირო არ არის თავი დავალებულად და უხერხულად ვიგრძნო. მე ვაძლევ თავს უფლებას, რომ ვიღებდე საჩუქრებს, ზრუნვას, მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მე ვარ ქალი, მე ვარ ძვირფასი და მე ვიმსახურებ ყურადღებასა და ზრუნვას. და დღეიდან ჩემს ცხოვრებაში მოვიზიდა მხოლოდ და მხოლოდ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც დამაფასებენ, იზრუნებენ, ვეღვარები და უბრალოდ გაუჩნდებათ პატივისცემით მოპყრობის, ზრუნვის და ჩემი განებივრების სურვილი. თუ მზად ხარ მიიღო ეს ახალი პროგრამა შენს ცხოვრებაში, თქვი, რომ მიიღებ და ეთანხმები, ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და თქვი, მე ვიღებ ამ ახალ პროგრამას, მე ვიღებ ჩემს ქალურ რესურსს, მე ვიღებ ჩემს ქალურ ენერგიას, მე ვიღებ ჩემს მომხიბვლელობას, მე ვიღებ ჩემს სექსუალურობას და ამისთვის მე არაფრის გაკეთება არ მჭირდება, არაფერში არ ვარ ვალდებული. მე მხოლოდ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას და ნებას, რომ გამანებივრონ, რადგან მე ავირჩიე თვითსიყვარული, მე ავირჩიე საკუთარი თავი, მე ავირჩიე სიყვარული. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. კიდევ ერთი ნეგატიური ჩატვირთვა. ვაღიარებ ყველა ქალს ჩემს საგვარეულო სისტემაში, ჩემს სხვა განზომილებაში. ვისაც შეუყვარდა ისეთი მამაკაცი, რომელიც არ იყო ოჯახისთვის მისაღები, იყო განსხვავებული მრწამსით, რელიგიით, ღირებულებებით ან სტატუსით. ვისაც თქვეს, რომ არ შეეფერებოდა, ვისაც არ მისცეს სიყვარულის უფლება, ვინც შესაძლებელია დასაჯეს ამის გამო და გარიყეს საოჯახო სისტემიდან. ვაღიარებ ყველა სიტუაცია, სადაც ჩაშენდა რწმუნებულება, რომ სიყვარული აკრძალულია, სიყვარული სასჯელია. თუ მამაკაცი შემიყვარდა, ოჯახი გამრიყავს. ვშლი ამ დესტრუქციულ პროგრამას, გამოვეყოფი ამ სცენარებს, სადაც სიყვარული იყო სასჯელი, სიყვარული იყო სირცხვილი. ვაცალკევებ ერთხელ და სამუდამოდ სიყვარულს და სასჯელს, სიყვარულს და სირცხვილს. ვათავისუფლებ ჩემს ქალურ ენერგიას იმ საგვარეულო სისტემიდან, იმ საგვარეულო ნეგატიური სცენარებისგან, სადაც სიყვარულის უფლება არ მისცეს ქალებს, სადაც დასაჯეს ან გარიყეს. მე გამოვეყოფი ყველა ამ სცენარს და არ ვარ ვალდებული ჩემს ცხოვრებაში სიყვარული და მამაკაცი მხოლოდ იმიტომ დავბლოკო, რომ ჩემი საგვარეულო სისტემის მასში არსებული ქალები იტანჯებოდნენ. მე ვაღიარებ ყველა ქალს, თითოეულ მათგანს, ყველა სცენარს, სადაც
ქალები იტანჯებოდნენ სიყვარულის, ანუ სიყვარულობის გამო, სადაც ჩაშენდა პროგრამა, რომ სიყვარული ტანჯვა, რომ თუ გიყვარს იტანჯები, სადაც სიყვარული იყო სასჯელი, სიყვარული იყო მიუღწეველი, სიყვარული იყო სირცხვილი. გამოვეყოფ ერთხელ და სამუდამოდ ამ პროგრამებს და აღარ ვაპირებ ჩემს ცხოვრებაში გადმოვიტანო რომელიმე ტკივილიანი ქალის ცხოვრება, რადგან მათი სცენარებია და მე გამოვეყოფი. ჩემი ცხოვრება, ჩემი სცენარი თავისუფალია ყველა იმ ნეგატიური შაბლონისგან, რომელიც აღარ მემსახურება, რომელიც აღარ ემსახურება ჭეშმარიტ სიყვარულს, ჭეშმარიტ გრძნობას. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ახლა წარმოიდგინე შენს გარშემო ის მამაკაცები, რომლებიც თავს გრძნობენ ღირსეულად, მამაკაცურად. მათი ტესტესტერონის დონე მაღალია, თავს გრძნობენ ძლიერ მზრუნველ მამაკაცად, რომლებიც სიამოვნებით ატარებენ ხელის გულზე შენნაირ ქალს. და ასევე შენ, როგორ გასცემ მის მიმართულებით სიყვარულს, ზრუნვას, ვნებას, ბედნიერებას, ქალურობას და მიმზიდველობას. იმ ენერგიას, რომელიც განსაკუთრებულ მამაკაცად აგრძნობინებს თავს. რადგან ყველა მამაკაცი ნამდვილეში ქალისგან მხოლოდ ეს ჭირდება. სიმსუბუქე, სიყვარული და განსაკუთრებულობა. როგორი შეგრძნება, როცა ეს ენერგიების მიმოცვლა ერთმანეთთან ბალანსშია. როგორი შეგრძნება, როცა შენ და ის და ყველა კაცი და ყველა ქალი ამ პლანეტაზე წარმოადგენს სრულყოფილ ერთობას და სისავსეს. სულ ერთი წამით შეიგრძენი, რომ ყველა ქალი და ყველა კაცი, ყველა სული არის ერთიანობა ღმერთში, აბსოლუტში. იგრძენი ეს სიყვარული, სამყაროს უსასხრო სიყვარული. შეიგრძენი როგორც ქალმა მამაკაცის მიმართ, ასევე შეიგრძენი თითქოს მამაკაცის შეგრძნებიდან ქალის მიმართ. ეს ორი ენერგია, ქალური და მამაკაცური საწყისი, როგორ ჰარმონიულად შეერთდა შენში. შეიგრძენი ეს ჰარმონიზაციის პროცესი ამ ორი ენერგიისა, ქალისა და მამაკაცისა. და როგორ არიან მზად ისინი, რომ ერთმანეთს მისცენ სიყვარული, ბედნიერება, დრო და მატერიალური საჩუქრები. თუ თანახმახარ მიიღო ეს პროგრამა და ერთობა შენში, უბრალოდ თქვი, რომ იღებ. მე ვიღებ ქალისა და მამაკაცის ჰარმონიზაციის პროცესს ჩემში. თუ კიდე გაიმეორე ხმამაღლა. ქალი და მამაკაცი არის ჰარმონია, სიყვარული. ქალი და მამაკაცი ერთად არის ერთი მთლიანობა. ქალი და მამაკაცი ჩემში არის ჰარმონიზირებული.
შენმა ჩასუნთქვა, ამასუნთქვა. ახლა კი შეხედე ისევ იმ სურათს, სადაც იყავი. შენ და სხვა მამაკაცები. და გაუგზავნე მადლიერება და სიყვარული თითოეულ მათგანს. დააკვირდი ახლა როგორ ჩდებიან შენი გვარის მამაკაცები შენთან. რომელთა მეშვეობითაც შენ გაჩნდი. შეიგრძენი მადლიერება და სიყვარული მათ მიმართ და მათი ბედის, მათი ცხოვრებისეული სცენარების მიმართ. იმის მიუხედავად თუ როგორი ბედი ჰქონდათ მათ ან როგორი ცხოვრეს საკუთარი ცხოვრება. ეს მათი არჩევანი იყო. მადლობა გაუგზავნე ასევე მამას. სადაც არ უნდა იყოს და როგორი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს მასთან, შენ მისი წყალობით გაჩნდი. შენ მან მოგავლინა დედამიწაზე. ის იყო შენი სულის არჩევანი, რომ ყოფილიყო შენი მამა და მას უნდა ესწავლებინა ის ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც შენ თავად აირჩიე მისი მამობის არჩევით. და მადლიერება გაუგზავნე სამყაროს მამას, მამა ღმერთს და დედამიწას, რომ მოგცეს შესაძლებლობა ამ მშვენიერ პლანეტაზე განსხეულებისა. ახლა კი მადლიერება გაუგზავნე ყველა კაცს მსახურებისთვის, რომელიც ყოველდღე მსახურობს შენთვის. როგორი შეგრძნებაა, როცა ყოველდღე ვიღაც თავისი არსებობით გემსახურება. რამდენი ადამიანი დასჭირდებოდა იმ სახლის თუ ბინის მშენებლობას, სადაც ახლა ცხოვრობ. რამდენი მამაკაცია საჭირო იმ გზების აშენებაზე თუ გაყვანაში, სადაც დადიხარ. რამდენი მამაკაცი ამუშავებს მიწებს და მოჰყავს საკვები, ამარაგებს მაღაზიებს, მუშაობს მძღოლად, კურიერად, იმისთვის, რომ შენი გრძნო თავი კომფორტულად. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვემსახურებით, ვეხმარებით. ყველა სული, ქალიც და მამაკაციც და როგორი გრძნობაა. თავს როგორ გრძნობ, როცა მამაკაცში ხედავ არა მტერს, არა მოძალადეს, არა სუსტ, უძლურ ადამიანს, არამედ ხედავ მასში ძალას, ძალაუფლებას, სიყვარულს, როცა ხედავ მასში ღმერთს და ნებას აძლევ, რომ მოგექცეს ისე, როგორც ქალღმერთს, იზრუნოს შენზე, შეიგრძნოს ეს მდგომარეობა, მანაც და შენც. და თუ ეთანხმები ამ პროგრამას, მიიღე და ჩაიშენე სხეულის, სულის, დნმ-ის, სისხლის, ცნობიერების დონეზე. შენი და მთელი სამყაროს საკეთილდღეოდ. და კიდევ ერთხელ გაიმეორე. მე ვაღიარებ ყველა კაცს ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მასწავლა გაკვეთილები. მე ვაღიარებ ყველა რთულ გამოცდილებას ჩემს ცხოვრებაში, რომლის მეშვეობითაც, იმ მამაკაცების მეშვეობითაც მე უნდა გამიარა ზუსტად ის გზა, რაც გავიარე. მე ვაღიარებ და ვცნობ თითოეულის არსებობას, იმ გაკვეთილებს, იმ სცენარების მნიშვნელობას, რომელსაც აქამდე უნდა მოვეყვანე, როგორც ქალი,
მე ვაღიარებ ყველა ნეგატიურ სცენარს, ყველა ნეგატიურ მამაკაცს ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც რაღაც მასწავლა და სამუდამოდ ვემშვიდობები მათ, რათა ჩემი ცხოვრება გადავიყვანო სრულიად ახალ დონეზე, სადაც მე ვარ ისეთი ქალი, როგორიც მე მომწონს, როგორიც მე მინდა, როგორიც მე მიხარია. ისეთი როგორიც ვარ, გამოვლენილი, ემოციური. და მე ვაძლევ ყველა მამაკაც ამ სამყაროში უფლებას, რომ გამანებივროს, რომ მაგრძნობინოს პატივისცემა, მაგრძნობინოს სიყვარული და დაცვა, რადგან მე უკვე შევიყვარე საკუთარი თავი. მე აქ და ახლა უკვე ვიცი ვინ ვარ. მე ავირჩიე საკუთარი თავი. საკუთარი შინაგანი ქალი. და მე მზად ვარ, რომ სამყაროს ყველა პლანეტის მამაკაცმა, ვინც ჩემს გარშემო მოხვდება, მაგრძნობინოს და ამანახოს და მაჩვენოს ჩემი მომხიბვლელობა, ჩემი სილამაზე, ჩემი სიმშვიდე და ჩემი ქალურობა. ახლა კი მიიღე დღევანდელი მუშაობის შედეგი სიყვარულით და თუ უკვე გყავს პარტნიორი, გაუღე კარი, გაუღე კარი. ახალ ეტაპს მიეცი უფლება და ნება თავადაც იგრძნო შენი ცვლილებები და დაგიბრუნო ზრუნვა და სიყვარული. თუ არ გყავს პარტნიორი, მაშინ დაემთელმა სამყარომ ეკოლოგიური გზით იმუშაოს იმისთვის, რომ შენამდე მოვიდეს ადამიანი, მამაკაცი, რომელსაც ეყვარები, იზრუნებს, პატივს გცემს და გაგანებივრებს და შენგანაც მიიღებს იგივეს. ახლა კი დაინახე, როგორ უფრო და უფრო გასუფთავდა და განათდა შენი სურათი. დაინახე, როგორ გიგზავნიან შენი გვარის მამაკაცების სიყვარულს და მადლიერებას. და როგორ გიგზავნიან სიყვარულს და მადლიერებას პლანეტის ყველა მამაკაცი, რომელიც შენ მიიღე, რომელიც შენ აღიარე, რომელსაც მიეცი უფლება შენზე იზრუნოს. შეიგრძენი მდგომარეობა, როგორ უყვარხარ და ეძვირფასები ყველა ქალსა და მამაკაცს, კოსმიურ მამასა და დედამიწას, უბრალოდ იმისთვის, რომ ხარ და არსებობ. შეიგრძენი, როგორ გამოხატავენ პატივისცემას, როგორ გჩუქნიან საჩუქრებს. შეიგრძენი, რას ნიშნავს იყო ძვირფასი. ახლა კი დაინახე და შეიგრძენი, როგორ გამოიყოფა ამ მამაკაცებს ერთი მამაკაცი, ერთი კონკრეტული მამაკაცი და როგორ მოემართება შენსკენ. ის შენი მამაკაცია, უკვე არსებული ან მომავლის სცენარიდან მოსული. ის ვისთანაც ხარ, ან ის ვისთანაც გინდა რომ იყო. დაინახე, როგორ გიახლოვდება და როგორ ერთიანდებით, როგორ გასცემთ და იღებთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს, სიამოვნებას და ბედნიერებას, იმპულსებს, სიყვარულის ვიბრაციას. შეიგრძენი ეს ენერგია, შეიგრძენი ეს ჰარმონია, შეიგრძენი ეს სიყვარული,
შეიგრძენი, რომ ისიც შენ ხარ, შეიგრძენი, რომ ის მამაკაციც შენ ხარ და ყველა ადამიანი ამ პლანეტაზე შენი ნაწილია. შეიგრძენი ეს მდგომარეობა და დაინახე დანარჩენი მამაკაცები, რომ უბრალოდ არიან. თქვენ ორნი ერთად, ხოლო დანარჩენი მამაკაცები უბრალოდ არიან. და სადაც არ უნდა იყო, რა გარემოებაშიც არ უნდა იყო, შენ მათგან მიიღებ მხოლოდ მხარდაჭერას და პატივისცემას და თავს იგრძნობ უსაფრთხოდ და მშვიდად. ჩაისუნთქე სიმშვიდე, ჩაისუნთქე დაცულობა, ჩაისუნთქე სიყვარული, ჩაისუნთქე ეს მდგომარეობა და ეცადე იგრძნო და ისუნთქო მდგომარეობა აი ამ სისავსის, ამ ენერგიების ერთობის, სიყვარულის და ჰარმონიზაციის. იგრძენი შენი სხეული, შეეხე მას, იგრძენი რომ ხარ აქ და ახლა, იგრძენი შენი სივრცე და ოთახი და წარმოთქვი, მე ვარ აქ და ახლა, მე ვირჩევ სიყვარულს, მე ვირჩევ საკუთარ თავს და ეს სამყარო ამ წამიდან მაჩვენოს, დამანახოს და მაგრძნობინოს, რა მაგარია ქალად ყოფნა, რა საოცარი შეგრძნება იყო ქალი. მე ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, ვიგრძნო ყველა ემოცია. მე ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, შევიგრძნო ეს სამყარო, შევიგრძნო ჩემი ქალურობა, ჩემი ქალური ენერგია და მე ვაძლევ უფლებას ჩემს მამაკაცს. შეიცვალოს თუ კი მას ეს სჭირდება და მიიღოს ის ენერგია, ის გამოღვიძებული ქალური ენერგია, რომელიც ამ წამიდან გაყვავილდება ჩემში. მე ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას ვიყო ყველაზე ბედნიერი ქალი ამ პლანეტაზე. და ეს ასეც არის, და ეს ასეც იქნება. და ეს სამყარო ყოველ დღე დამანახოს და მაგრძნობინოს და მაჩვენოს. ჩემი ღიმილი, ჩემი სიხარული, ჩემი ბედნიერება. შეგიძლიათ გაახილოთ თვალები, პრაქტიკა დასრულდა. მე თქვენ გისურვებთ უსაზღვრო ბედნიერებას, გაბრწყინებას და გაყვავილებას.